პრეზიდენტმა ტრამპმა ახლახან ირანს ახალი მუქარა წაუყენა. თუ შეთანხმება არ გაფორმდება, მათ მძიმე შედეგები ელით. ეს მოხდა სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც ირანის რევოლუციური გვარდიისა და ამერიკულ ძალებს შორის ბოლო შეტაკება მოხდა და გაირკვა, რომ ისრაელმა მოწინავე მხარდაჭერის ბაზა შექმნა ერაყის ტერიტორიაზე ბოლო ომის დროს. ამ და სხვა ამბებს იხილავთ დღევანდელ გადაცემაში იერუსალიმის ინიციატივა. მოგესალმებით იერუსალიმის ინიციატივის ეთერში JNS TV-ზე. ჩემი სახელია ჯოშ ჰეისტენი, აქ იერუსალიმში. ალექს ტრეიმენი კი შეერთებულ შტატებშია. ალექს, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს დაადასტურა, რომ თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია, მიუხედავად საზღვაო შეტაკებისა. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. დღეს ჩვენთან თამაში სცადეს. ჩვენ ისინი გავანადგურეთ, მათ თამაში სცადეს. ამას მეც ვიმანათვლი. გაცნობებთ, თუ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება. ამის თქმა არც დამჭირდება. თუ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ამის სოდნა თქვენ არ დაგჭირდებათ. თქვენ არც ირანიდან წამოსული ერთი დიდი დარტყმა გინახავთ და მათ ჯობს სწრაფად მოაწერონ ხელი შეთანხმებას. ალექს, აი ესეა. ჯერ კიდევ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ორივე მხარეს შორის სროლა მაინც გრძელდება. მოდი ამაზე ვისაუბროთ. კარგი, ვფიქრობ, ამ გადაცემის განმავლობაში ცოტას ვისაუბრებთ იმაზე, რას ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ჩანს, რომ ამ ომის დროს ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობა სრულიად შეიცვალა. ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ორივე მხარეს შეუძლია ისროლოს ცეცხლის შეწყვეტის დროს, უბრალოდ ეს შედარებით ნაკლები ინტენსივობით ხდება, ვიდრე მაშინ იქნებოდა, თუ ნამდვილად სრული ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა. ეხლა პრეზიდენტი ტრამპი აშკარად ცდილობს როგორმე გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან ხელმოწერილი შეთანხმებით. და მე მჯერა, რომ ამ კონფლიქტის ბოლოს ასე თუ ისე ხელმოწერილი შეთანხმება იქნება. მაგრამ რაც აბსოლუტურად ნათელია, არის ის, რომ პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის თავისუფალი მოძრაობა. ყველა გემისთვის, არა მხოლოდ ირანიდან მომავალი გემებისთვის, არამედ რეგიონში ამერიკის მოკავშირეებიდან, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სხვებიდან მომავალი გემებისთვისაც. ამიტომ კონფლიქტი არ დასრულდება მანამ, სანამ სრუტე დაბლოკილია. ამასობაში ხედავთ, რომ ირანი და მათი მცირე ნავები თავს ესხმიან აშშ-ს ხომალდებს ამ ტერიტორიაზე. მაგრამ პრეზიდენტს ურჩევნია, ვფიქრობ, უბრალოდ დაუშვას აშშ-ს საზღვაო ძალების სიმძლავრე და მასშტაბი სრუტის გახსნისთვის, ვიდრე ირანში სრულმასშტაბიანი დაბომბვის კამპანია დაიწყოს. და შესაძლოა პრეზიდენტს აღარ სურს ირანში დაბომბვა, მაგრამ შეიძლება სხვა გზა აღარ დარჩეს. და ვითხოვდი, რომ ისრაელში გაბატონებული მოსაზრებაა, რომ მომდევნო დღეებში შეიძლება კვლავ სამხედრო პასუხი ვიხილოთ. ეს იქნებოდა ერთობლივი ამერიკული და ისრაელის სამხედრო კამპანია ირანში. ალბათ ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე 6 კვირიანი კამპანია, რომელიც ამ ომის დასაწყებად ჰქონდა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ბევრი ისრაელი თვლის, რომ შეუძლებელია იმ შეთანხმებამდე მისვლა, რომელსაც პრეზიდენტი სურს, ირანმა მოაწეროს ხელი მათი ჩართულობის გარეშე. კიდევ ერთხელ ავიარებენ, რომ შეერთებული შტატები ქაღალდის ვეფხვი არ არის და მზად არის დარტყმისთვის. ალექს, პირდაპირ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ეს ინფორმაცია. ირანული საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით ამბობენ, რომ ირანმა ახლახან პაკისტანის მეშვეობით გადასცა თავისი პასუხი შეერთებულ შტატებთან შეთანხმების შესახებ. თუმცა ჯერ ზუსტად არ არის ნათქვამი, ირანი დათანხმდება თუ არა შეთანხმებას აშშ-თან, თუ უარს იტყვის მასზე. მაგრამ ეს მოხდა პირდაპირ რამდენიმე წუთის წინ, როგორც კი დავიწყეთ ეს ეთერი. ეხლა ირანის მხარეს დროა. ანუ მათ შეუძლიათ სადონ მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ყველაფერი. ისინი ცდილობენ ისე მოატყონ ყველაფერი, რომ პრეზიდენტმა დაკარგოს თავდასხმის სურვილი. ისინი უბრალოდ ცდილობენ ითამაშონ ეს თამაში, თითქოს აშშ-თან დაახლოებას ცდილობენ, მაგრამ ზუსტად არ აწერენ ხელს, უბრალოდ თითქოს მიდიან ამ მიმართულებით. მაგალითად შეიძლება რამდენიმე გემს მისცენ სრუტეში გავლისუფლება. ეხლა ისინი თამაშობენ ამ თამაშს. ამავე დროს შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას არ ახორციელებს, მაგრამ მათ ირანზე უზარმაზარი ეკონომიკური ზეწოლა აქვთ, თავიანთი ბლოკადით, ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის ბლოკადასთან ერთად. ფაქტობრივად ირანზე ეკონომიკური ალყაა ზღვიდან. არსებობს ინფორმაცია, რომ ირანი დღეში დაახლოებით $500 მილიონ კარგავს, რაც კიდევ უფრო ასუსტებს უკვე სუსტ ეკონომიკას, რომელიც კოლაფსის ზღვარზეა. და ამ ეკონომიკური ზეწოლის მიზანია, რომ რეჟიმი დაემხოს. ეხლა როგორ უნდა დაემხოს რეჟიმი მეტი ეკონომიკური ზეწოლით, თუ აქამდე ეკონომიკური ზეწოლით არ დამხობილა? რაც გაქვთ, ეს არის ირანის რევოლუციური გვარდია და ბასიჯი, რომლებიც აკონტროლებენ ქვეყანას, აქციების მონაწილეებს, ამ საკონტროლო პუნქტებზე ესხმიან თავს. ამიტომ იმედი აქვთ, რომ თუ ირანის მთავრობას აღარ ექნება ფული,
ვეღარ გადაიხდის ირანის რევოლუციური გვარდიის საშუალო რგოლის მეთაურებისა და ბასიჯის ძალების ხელფასებს. და თუ ამ ადამიანებს ხელფასს აღარ გადაუხდიან, მაშინ რატო უნდა შემოbrუნდნენ და ესროლონ საკუთარ თანამოქალაქეებს? რისთვის? მანამდე მათ გთამავდნენ და სტატუსს აძლევდნენ ამ რეჟიმის ნაწილი რომ ყოფილიყვნენ და ირადა ირანის რევოლუციური გვარდიისგან ხელფასს იღებდნენ. ასე რომ სწორედ ამას ელოდებით ეკონომიკური კამპანიის შედეგად. ამასობაში ტრამპს დრომის მხარეს აქვს, რადგან ეკონომიკა ირანის რეჟიმს აზიანებს. ირანისთვის ისინი ფიქრობენ, რომ დრო მათ მხარესაა, რადგან სურთ პრეზიდენტს ხელი შეუშალონ სამხედრო დარტყმის განახლებაში და მიაჩვიონ იმ აზრს, რომ სამხედრო კამპანია დასრულებულია. ალექს, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ირანის რევოლუციური გვარდია იმუქრება მძიმე თავდასხმით აშშ-ს ობიექტებზე, თუ მის ნავთობის ტანკერებს ცეცხლს გაუხსნიან. ამის შემდეგ, რაც აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ისაუბრა პროვოკაციის გარეშე თავდასხმაზე, ირანელმა ძალებმა გაუშვეს რაკეტები და აარტყეს იქაურ ობიექტებს, შესაძლოა პირდაპირ აშშ-ს ობიექტებსაც და უდავოდ მიზანში ამოიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროები. მოდით გადავერთოთ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოზე. მაგრამ საკითხი ისაა, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა დიდად არ შეინიშნება, რადგან ეს ირანელებს უნდა ვკითხოთ. ნუ მკითხავთ მე, ჩვენ არ გვისურია. მათ დაგვესწნენ თავს. ჩემი აზრი ასეთია, თუ აშშ-ს საზღვაო გემზე ისვრიან, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? თქვათ, ცეცხლის შეწყვეტაა, თქვენს დრონს არ ჩამოვაგდებთ. ეს სულელური კითხვაა. რი კითხვაა, ეს სულელური პოზიციაა. რა თქმა უნდა, ჩვენაც უპასუხეთ ცეცხლით. ისინი ჩვენ გვესროდნენ. ზუსტად ამას ველოდი მეც. ხოლო სულელი ქვეყნები არ პასუხობენ ცეცხლით, როცა მათ ესვრიან. და ჩვენ სულელი ქვეყანა არ ვართ. აი თქვენ ხედავთ სახელმწიფო მდივან რუბიოს, რომელიც ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე თქვა. ისინი ელიან, რომ ირანი ყველაფერს მშვიდად დატოვებს. სურთ, რომ ირანმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას და რომ აშშ-შუა არ მოითმენს, როგორც სენკადმა თქვა, არაპროვოცირებულ თავდასხმებს აშშ-შუს გემებზე ჰორმუზის სრუტეში. კარგი, იცით, ასევე არ არის ნათელი, აქვთ თუ არა იმ ადამიანებს, ვისთანაც შეერთებული შტატები საუბრობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, სრული კონტროლი ამ პატარა ნავებზე, რათა ბრძანების გაცემას და დისციპლინის შენარჩუნებას შეძლონ. ირანში სხვადასხვა დაჯგუფებები იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ეს დაჯგუფებები თითოეული ცდილობს სხვების ძალისხმევის ჩაშლას. ესე რომ შეიძლება იყოს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი რაქჩი ან ირანის პარლამენტის სპიკერი ღალი ბაუფერი მოდიან რუბიოსთან. და უტკოპთან და კუშნერთან და ამბობენ, კარგი, ნახეთ, ჩვენ ამის გაკეთებაზე დავთანხმდებით. მაგრამ შემდეგ ყავს რელიგიური ფანატიკოსები და სამხედრო ფანატიკოსები, ორი სხვა დაჯგუფებიდან. მათ ადგილზე კავშირები აქვთ და ამბობენ, გააგრძელეთ და შეუტიეთ. ასე რომ, არც კი არის ნათელი, ვინ მართავს ქვეყანას ამჟამად. ეს ის საკითხია, რომელსაც ყველა ველოდებით, რომ ზუსტად ვნახოთ, ვინ გამოჩნდება აქ როგორც ის, ვინც შეძლებს სიტუაციის კონტროლს. და ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პრეზიდენტი სამხედრო დარტყმების განხორციელებას ერიდება, რადგან სამხედრო დარტყმების მიზანი იქნებოდა ზეწოლა მოახდინოს იმაზე, ვინც მართავს ქვეყანას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას. მაგრამ თუ ის ადამიანები, ვისთანაც საუბრობთ და ვინც შესაძლოა დათანხმდეს შეთანხმების ხელმოწერას, იქნება ეს სამხედრო დარტყმებამდე თუ მის შემდეგ, თუ მათ არ აქვთ კონტროლი ადგილზე, თუ ვერ უზრუნველყოფენ სიმშვიდეს ჰორმუზის სრუტეში, მაშინ თქვენ არ ესაუბრებით სწორ ადამიანებს. ამიტომ სამხედრო კამპანია არ იქნება ეფექტური, თუ მისი მიზანი არის ზეწოლა მოახდინოს იმ ადამიანებზე, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ. ეხლა თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი დაზვერვა და შეგიძლიათ გაანეიტრალოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ თავდასხმებს აწყობენ, ეს უკვე სხვა საკითხია, რაც შეიძლება მოხდეს. და ესეც ერთ-ერთი ის რამაა, რასაც ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება უზრუნველყოფდეს. ეს გარკვეულ სიცხადეს იძლევა. ომის ნისლს ხსნის, ხომ ასეა? ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ომის ნისლში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც ესეთი ხანგრძლივი დროით ცეცხლის შეწყვეტა გაქვს, ომის ნისლი იმდენად იშლება, რომ შენი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება რეალურად უმჯობესდება. შეგიძლია დაინახო, ვინ რას ბრძანებს. შეგიძლია დაინახო, სად გადაადგილდებიან სხვადასხვა მთავარი მოქმედი პირები ქვეყანაში. ეს რომ შეიძლება ეს იყოს გახანგრძლივებული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების პერიოდი და შეერთებული შტატები და ისრაელი მომავალში უფრო მზად იყვნენ მიზანმიმართული სამხედრო დარტყმის დასაწყებად. ალექს, როცა ომი დაიწყო, ნახეთ, როგორ დაესხა ირანი თავის ყველა მეზობელს ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, ისრაელზე სროლით, ასობით და ასობით ბალისტიკური რაკეტით, მაგრამ ასევე დაარტყა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარს და სხვა ქვეყნებსაც. ეხლა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე 19 რაკეტა და დრონი გაუშვა.
ბოლო რამდენიმე საათში კიდევ ერთი ანგარიში გამოვიდა, კიდევ 2 დრონი გაანეიტრალეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ანტისარაკეტო ან ანტიდრონულმა სისტემებმა. როგორ ფიქრობთ, რატო ესხმის ირანი მიზანმიმართულად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს და არა ისრაელს ან სხვა ქვეყნებს? და კიდევ ერთხელ, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სინამდვილეში არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს ორი მხარე კვლავ აგრძელებს შეტევებს. ირანი ისვრის, არაბეთის გაერთიანებული საამიროები პასუხობს. ფიქრობთ, რომ ეს ინციდენტები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეხება, შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია ამერიკელებისგან და ჩვენგან, აქ ისრაელში? რაც ბევრად უფრო სწრაფ რეაქციას გამოიწვევდა. იქნებოდა ის, რომ მათ ბალისტიკური რაკეტები ისრაელისკენ გაეშვათ. ეს ნამდვილად ასეა. თუ მათ ბალისტიკური რაკეტები ისრაელისკენ გაუშვეს, რამდენიმე წუთში ისრაელის მხრიდან სერიოზული საპასუხო რეაქცია მოხდებოდა. ეს ირანის მხრიდან სიტუაციის მოსინჯვაა და იმის ნახვა, რამდენის გაკეთებას შეძლებენ დაუსჯელად. არაბთა გაერთიანებული საამიროები კი მზად არ არიან ჩაერთონ ამ ბრძოლაში. არ მჯერა, რომ შეერთებულ შტატებს ან ისრაელს ნამდვილად სურთ, რომ ისინი სერიოზულად ჩაერთონ ამ ბრძოლაში. აქ ორი მეტად კვალიფიციური საჰაერო ძალაა, რომლებიც თავადაც შეძლებენ სიტუაციის მოგვარებას. და აქ არ გჭირდებათ კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც იგივე დონე დახვეწილობის არ აქვს და შესაძლებლობები, როგორიც ისრაელსა და შეერთებულ შტატებს აქვთ. ასე რომ ირანი ახლა ცდის. ეს ფაქტობრივად თავდასხმა ამერიკის მოკავშირეზე. ეს განკუთვნილია ამერიკაზე თავდასხმისთვის, მაგრამ ისე, რომ ამერიკამ ეს დარტყმა პირდაპირ არ მიიღოს. ისინი ელოდებიან, რათა ნახონ, სერიოზულია თუ არა პრეზიდენტი ირანზე საპასუხო დარტყმის მუქარაში. ეს შეიძლება იყოს გარკვეულწილად სიმბოლური პასუხი მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ერთი კვირის წინ გამოაცხადეს ოპეკიდან გასვლა. რაც გარკვეულწილად შექმნილია იმისთვის, რომ გვერდი აუაროს ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობას. შექმნილია იმისთვის, რომ შეამციროს ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე. შექმნილია იმისთვის, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო დაახლოს ამერიკის ორბიტასთან და ამავე დროს ისრაელთანაც. ესე რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ირანი ცდის ნიადაგს, ცდილობს გაარკვიოს, რამდენის გაკეთებას შეძლებს დაუსჯელად. და ეს ხდება ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან ზავის დროს. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, რამდენის გაკეთებას შეძლებენ დაუსჯელად. და შემდეგ ჩვენი მხრიდან, აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ხდება დარტყმები ყოველ ჯერზე, როცა ტერორისტულ მოძრაობებს ამჩნევენ. როგორც არაერთხელ გვინახავს ისრაელის სამხედროებისგან ღაზასა და ლიბანში, მას შემდეგ რაც ზავი გამოცხადდა. ალექს, შაბათ-კვირას Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა დაარსა საიდუმლო სამხედრო ბაზა ერაყის უდაბნოში, რათა ის გამოყენებულიყო საჰაერო ოპერაციების მხარდასაჭერად ირანის წინააღმდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია? ის ფაქტი, რომ ისრაელმა შეძლო Wall Street Journal-ის მიხედვით ასეთი ბაზის შექმნა ერაყში. პირველ რიგში მინდა ეს აღვნიშნო და შეიძლება რამდენიმე წუთში ამაზე ვილაპარაკოთ კიდეც. თქვენ მუდმივად იღებთ ესეთ ინფორმაციას Wall Street Journal-იდან, New York Times-იდან, Axios-იდან, Washington Post-იდან, საიდუმლო გამჟღავნებებს ან საიდუმლო საუბრებს, რომლებიც შედგა. ძალიან რთულია განსაზღვრო, რამდენად სწორია ის, რასაც ამ გამოცემებში კითხულობ. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ისტორიებიდან რომელიმეში, რასაც წერენ, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად აქვს დიპლომატიური არეულობის გამოცვება. თუ ეს სწორი სიტყვაა აქ. მაგრამ მოდით განვიხილოთ, შეიძლება თუ არა ეს სიმართლე იყოს. და მოდი დავუშვათ მხოლოდ ამ პოდკასტის ფარგლებში, რომ ამ ანგარიშ სიტყვაზე ვენდობით. თუმცა არ ვიცი, ნამდვილად შეგვიძლია თუ არა ამის გაკეთება. მაგრამ თუ ისრაელმა ბაზა ერაყში შექმნა, რა თქმა უნდა ისრაელს შეუძლია ბაზა ერაყშიც შექმნას. ჩვენ ბევრ სხვადასხვა ადგილას გვინახავს ისრაელის მოქმედება. ერაყი მხოლოდ ერთ-ერთი ადგილია, სადაც ისრაელს სავარაუდოდ ოპერირების შესაძლებლობა აქვს. შეიძლება აზერბაიჯანიდანაც მოქმედებენ. შეიძლება ისინი მოქმედებენ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ზოგიერთი ავიაბაზიდან, მათ შორის იმათგან, რომლებიც ირანის მიერ იქნა თავდასხმული და ამერიკული ავიაბაზებია. ისრაელმა აჩვენა, რომ მას აქვს უმაღლესი შესაძლებლობები და ისეთი შესაძლებლობები, რომელთა არსებობის შესახებ გულახდილად რომ თქვათ, არავის არ აქვს ინფორმაცია. მრავალი ფარული ოპერაცია მიმდინარეობს. ამიტომ ისრაელს შეიძლება დასჭირდეს. სპეცრაზმისთვის ადგილი ირანის საზღვართან ახლოს. მაგალითად, რა მოხდებოდა?
ღმერთმა არქნას, რომ ისრაელის თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო ირანის საჰაერო სივრცეში. ამიტომ გინდათ, რომ ოპერაცია მზად გქონდეთ, რათა პილოტი ან თვითმფრინავი ან რაც არ უნდა იყოს გამოიყვანოთ. ამიტომ გინდათ, რომ სპეცრაზმი ახლოს იყოს. შეიძლება მოგიწიოთ შეჭრა ისეთ ადგილას, სადაც გამდიდრებული ურანია, ან უბრალოდ სხვა საჭიროება გაჩნდეს, რის გამოც სპეცრაზმის ოპერაციის ჩატარება დაგჭირდებათ. ამიტომ ბაზის მოწყობა ერახში არავის მიწაზე, ირანის საზღვართან ახლოს, ძალიან დიდ და ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე, უბრალოდ წარმოუდგენელი შესაძლებლობაა, რომელიც ისრაელს შეეძლო განევითარებინა. ეხლა თავად ერაყი ის ქვეყანაა, რომელიც ირანმა სრულად არასტაბილური გახადა. ერახში მოქმედებს ხატაიბ ჰეზბოლა. ამ ომის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა ერაყიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ასე რომ შეიძლება ისრაელიც ატარებდა გარკვეულ შეზღუდულ სამხედრო ოპერაციებს ერაყის ტერიტორიაზე. და როცა ისმენთ ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ერაყში, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მოკლულნი არიან. ირანის მხარდაჭერილი ძალების მიერ, მათ შორის ხატაბ ჰეზბოლას მიერ. ასე რომ არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც ისრაელს შეეძლო და შეიძლება მართლაც დაარსა სამხედრო ბაზა ერახში. სხვა მიზეზი, რომელიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, არის ის, რომ პრეზიდენტმა ისაუბრა ირანში იარაღის შეპარვის მცდელობაზე. აბა როგორ აპირებ ამას? ამ ანგარიშებში ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ სწორედ ერაყელი ქურთები იყვნენ ისინი, ვისაც მიაწოდეს იარაღი, რომელიც ირანში უნდა შეეტანათ. ასევე იყო შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი ერაყელი ქურთი სპეციალური დანაყოფების სახით ირანში შეჭრილიყო. ამიტომ მათ დასჭირდებოდათ მომზადება, რაც ნიშნავს, რომ ისრაელი შეიძლებოდა იმ ტერიტორიებზე ყოფილიყო, ან იარაღის მიწოდების მიზნით, ან ძალების მოსამზადებლად, რათა საზღავების გოსამზად, რათა საზღვარი გადაეკვეთათ. ამრიგად არსებობს მრავალი სხვადასხვა მიზეზი, თუ რატომ შეიძლებოდა იქ სამხედრო ბაზა დაეარსებინათ. დიახ, ნამდვილად ლოგიკურია, მაგრამ მოგვიწევს უფრო ღრმად გავარკვიოთ და ვნახოთ, დადასტურებულია თუ არა ეს. მაგრამ დავჩეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თემაზე. პირველ რიგში Washington Post-მა განაცხადა, რომ იქ მყოფმა CIA-ის მაღალჩინოსანმა გააკეთა შეფასება, რომლის მიხედვითაც ირანი აშშ-ის ბლოკადისგან სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას მინიმუმ კიდევ 4 თვის განმავლობაში არ იგრძნობდა, რაც ნიშნავს, რომ ისინი კიდევ 4 თვე გაძლებდნენ. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი იმ ანგარიშთაგანია, რომელიც სხვა მაღალი რანგის სადაზვერვო ოფიციალურ და განაცხადა, რომ CIA-ის მტკიცებები მცდარია. და ამავე დროს იყო კიდევ ერთი ანგარიში, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირანს ფაქტობრივად ძალიან მალე შეუძლია თავისი შესაძლებლობების აღდგენა აქ. ასე რომ კიდევ ორი ანგარიშია, რომელთა განხილვაც ფიქრობ საჭიროა. დიახ, ვფიქრობ ორივე ეს ანგარიში მიზნად ისახავს ამერიკელი საზოგადოების აზრის და პრეზიდენტ ტრამპის და მისი სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერის დაზიანებას. ვგულისხმობ მეორე ანგარიშს, რომელიც ახსენეთ, რომ ირანს უმეტესობა თავისი შესაძლებლობებისა დარჩენილი აქვს, ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებიც, ან რომ მათ შეუძლიათ ძალიან სწრაფად აღადგინონ ეს შესაძლებლობები. ეს მიზნად ისახავს სამხედრო ოპერაცია ისე წარმოაჩინოს თითქოს. ეს იყო არაფრის მონცემი, თითქოს საჭირო არ იყო, თითქოს არაეფექტური იყო, არაეფექტიანი. მაგრამ ირანმა ახლახან გადაიტანა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სამხედრო საჰაერო კამპანია. 6 კვირიანი კონცენტრირებული საჰაერო კამპანია ჩემი აზრით მსოფლიო ისტორიაში, სადაც მონაწილეობდა აშშ შედეთში. აშშ-ის საჰაერო ძალები და ისრაელის საჰაერო ძალები უმაღლესი დაზვერვის გამოყენებით ურტყამდნენ ირანის სამხედრო ობიექტებს. დააზიანეს ყველა ბირთვული ობიექტი, დააზიანეს ყველა ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტი. შეუნარჩუნდა თუ არა ირანს გარკვეული შესაძლებლობები. ცხადია, მათ გარკვეული შესაძლებლობები შეუნარჩუნდათ, რადგან ახლახან ვიხილეთ, რომ მათ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე. თუ ომი კვლავ დაიწყება, ირანი ისევ დაიწყებს ბალისტიკური რაკეტების გაშვებას. დიახ, დაიწყებს. ჯერ კიდევ აქვთ დიახ, შეიძლება 1000-მდე ბალისტიკური რაკეტა ჰქონდეთ. მაგრამ იმ 1000-ობითთან შედარებით, რაც ომამდე ჰქონდათ, მათი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა. მათი უნარი ბალისტიკური რაკეტების წარმოების დაწყების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამიტომ ეს ანგარიში სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ პრეზიდენტის ქმედებები ირანში უბრალოდ შეცდომად და არაეფექტურ თავგადასავლად წარმოეჩინათ. ეხლა იდეა, რომ ირანის მთავრობას 4 თვიანი ეკონომიკური ბლოკადის გაძლება შეეძლო, ასევე იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ ამერიკული საზოგადოება გახანგრძლივებული ბლოკადის წინააღმდეგ განეცხოთ. და ეს ნავთობის ფასის ზრდასთან არის დაკავშირებული.
ისინი სურთ პრეზიდენტზე იყოს ზეწოლა, განსაკუთრებით ეხლა, როცა შუალედურ არჩევნებს უახლოვდებით, რომ ომი შეწყდეს. ისინი სურთ, რომ ასე გამოჩნდეს, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა დაარღვია თავისი საარჩევნო დაპირებები და ამერიკა ჩააბა ამ ხანგრძლივ კონფლიქტებში. მაგრამ ირანული რეალი ძლიერ უფასურდება. ახლა $1 დაახლოებით 1,5 მილიონი რეალად იყიდება. და კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ეს ეკონომიკური ზეწოლა განსაკუთრებულად ეფექტური აღმოჩნდა. და უნდა დაველოდოთ, გამოიწვევს თუ არა ეს რეჟიმის დაშლას, რაც ჩემი აზრით ეკონომიკური ზეწოლის საბოლოო მიზანია. და იქნება თუ არა რაიმე სახის სამხედრო მოქმედება, განახლებული სამხედრო მოქმედება უახლოეს დღეებში ან კვირებში. ალექს, კიდევ ერთი რეპორტაჟი გვაქვს აქ. ეს ინფორმაცია New York Times-იდან არის და მიუთითებს, რომ ASHT-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანი აღადგენს თავის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის გვერდისავლით. და მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი შესაძლოა დრონების კომპონენტებს ირანში კასპიის ზღვის გავლით აგზავნიდეს, რათა მათ არ მოუწიოთ ბლოკადის გადალახვა. ეს მათი მთავარი კორიდორია ამ ორ მეზობელს, რა თქმა უნდა მოკავშირეებს რუსეთსა და ირანს შორის. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავიგოთ ეს ანგარიში? კიდევ ერთი, ისევ ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ირანის აღდგენის კიდევ ერთი გზაა. ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. რა თქმა უნდა, როგორც იცით, ისრაელი და შეერთებული შტატები, მაგრამ განსაკუთრებით ისრაელი, ვიტყოდი, რომ მათ აქ აქვთ დაზვერვა და აკვირდებიან ამ ტერიტორიებს. და ისინი შეინარჩუნებდნენ დარტყმის შესაძლებლობას, თუ იგრძნობდნენ, რომ სახიფათო დრონების შესაძლებლობები შემოაქვთ კასპიის ზღვის გზით. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ადგილი, სადაც შეერთებული შტატები და ისრაელი არ დაარტყამენ, თუ დაინახავენ, რომ კონტრაბანდა შედის. გახსოვდეთ, რომ ჩინელებმა გაგზავნეს ტანკერი და პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა ASHT-ის საზღვაო ძალებს მისი შეჩერება და თქვა, რომ იმ გემზე იყო რაღაცები, რომლებიც არც ისე სასიამოვნო იყო. თუმცა მეტი დეტალი არ გაამჟავნა. შესაძლებელია, რომ რუსეთი ირანს დრონების ტექნოლოგიით ეხმარებოდეს. შესაძლებელია. შეგვიძლია ამ ცნობებზე დაყრდნობა. ალბათ. არის შანსი, რომ ეს სიმართლეა. და მინდა კიდევ ერთხელ დაუბრუნდე ამ ცნობების ხასიათს. ანუ, როცა ისინი Washington Post-დან მოდის. და გახსოვდეთ, Washington Post-ის სლოგანია, რომ დემოკრატია სიბნელეში გვდება, რაც ნიშნავს, რომ სიმართლე ფაქტობრივად არ არის ის, რაც აქ ქვეყნდება. რომ არსებობს ბუნდოვანი ცნობები ვრცელდება. და როცა საუბრობთ CIA-ის შეფასებებზე ან CIA-ის აგენტებზე, რომლებიც შეფასებებს წარადგენენ, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ თანამშრომელი, რომელმაც თავის უფროს რაღაც წარუდგინა და ეს სრულად უარყვეს. ასე რომ თუნდაც მართალი იყოს ის ფაქტი, რომ შეფასება არსებობდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მთავარი შეფასება. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა შეფასებები, რომლებიც სრულად ეწინააღმდეგება იმ ერთ შეფასებას. და ის ფაქტი, რომ CIA-ის ხელმძღვანელებმა, ლავრუმ და პოლიტიკურმა კლასმა შესაძლოა სრულად უარყვეს ეს შეფასებები. ამიტომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფურცელი გადასცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკვე მთავრობის პოლიტიკაა. ამიტომ ესეთ ანგარიშებს სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. მაგრამ როცა ხედავთ, რომ ანონიმური მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, ანონიმური CIA-ის წარმომადგენელი მიუთითებს, იცით, ასეთ ინფორმაციაზე ძალიან არ უნდა დაეკრდნოთ, არამედ უბრალოდ გამოიყენოთ იგი. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ეს არის ზოგადი მაჩვენებელი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება. იცით, იმ სფეროებზე, სადაც თქვენ, როგორც მომხმარებელს, შეიძლება გინდოდეთ გადაამოწმოთ და ნახოთ, სხვა მსგავსი ანგარიშებიც ხომ არ არსებობს, რომლებიც იმავე წყაროდან არ მოდის. შეიძლება თუ ასეთი ღია წყაროების ანალიტიკოსებიც ან სხვა წყაროებიც იმავეს იუწყებიან. ამიტომ უნდა იყოთ ფრთხილად. ყველაფერს სიფრთხილით მიუდგეთ და ყურადღებით დააკვირდეთ, რა ხდება სინამდვილეში და სწორად გაანალიზოთ. აბსოლუტურად. ალექს, ეხლა მინდა ისრაელსა და ლიბანს შორის არსებულ სიტუაციაზე გადავიდე. რა თქმა უნდა, ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელთან დაპირისპირებაში კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტა, სადაც სინამდვილეში ცეცხლი არ წყდება. და ეს იყო სერიოზული დარქმა ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან გასულ კვირას, როდესაც ლიკვიდირებული იქნა აჰმედ ალი ბალუტი, ჰეზბოლას რადვანის ძალების დანაყოფის მეთაური, რომელსაც ისინი საკუთარ ელიტურ კომანდოს ნაწილად მიიჩნევენ, მათ ტერორისტულ დანაყოფად უნდა ვთქვა. და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ეს პიროვნება ბალუტი იყო მაღალი რანგის ტერორისტი, რომელიც ხელმძღვანელობდა გეგმას ისრაელის ჩრდილოეთის დაპყრობისა და დაკავების შესახებ 7 ოქტომბრის შემდეგ. ესე რომ ეს იყო სერიოზული დარტყმა, მიზანმიმართული დარტყმა, ბეირუთის ერთ-ერთ უბანში, სადაც ლიკვიდირებული იქნა რადვანის ძალების ხელმძღვანელი.
ისრაელი პარასკევს ელოდებოდა, რომ შესაძლოა ჰეზბოლასგან მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყოლოდა. მათ მართლაც გაუშვეს რაკეტები და დღემდე თითქმის ყოველდღიურად უშვებენ როგორც რაკეტებს, ასევე საჰაერო დრონებს. პარასკევს ჰაიფის რაიონში ჰქონდა სირენები, ჰაიფის რაიონში. ღმერთს მადლობა, რომ ამ ეტაპზე ეს მასშტაბური პასუხი არ ყოფილა, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არ ვამცირებ იმას, რასაც ჩრდილოეთ ისრაელში განიცდიან, მაგრამ ეს ისრაელისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ამ მიზანმიმართული დარტყმით გაანეიტრალეს ეს მაღალი რანგის ტერორისტი. ასე რომ კიდევ ერთხელ ხედავთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის განსაზღვრება შეიცვალა და განსაკუთრებით ისრაელის მხრიდან, რადგან წარსულში, როცა ცეცხლის შეწყვეტის რაიმე ფორმა ამოქმედდებოდა, ისრაელი თანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე და იცავდა მის პირობებს. ხომ ასეა? ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერით ისრაელი ამბობს: კარგი, ჩვენ აღარ ჩავატარებთ მასიურ სახმელეთო ოპერაციას ან მასიურ საჰაერო დარტყმებს ბეირუთში ან სხვაგან. არ არის რაიმე სახის ოპერაცია, მასშტაბური ოპერაცია. მაგრამ თვითონ ცეცხლის შეწყვეტის დროსაც კი ისრაელი ფაქტობრივად ინარჩუნებს მიზანმიმართული დარტყმების უფლებას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს, როცა ტერორისტები მიუახლოვდებიან მათ ჯარებს იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ ამ ყვითელი ხაზის მიღმა, რომელიც მათ შექმნეს სამხრეთ ლიბანში, ლიტანიის მდინარემდე ჩრდილოეთით, თუ დაინახავენ, რომ ტერორისტები მიიწევენ მათკენ, ისინი გახსნიან ცეცხლს. მაგრამ აქ კიდევ უფრო მეტიც. ავიადარტყმა ქვეყნის ბევრად ჩრდილოეთით, ბეირუთის სიღრმეში, მიზანმიმართული ლიკვიდაცია ჰეზბოლას უმაღლესი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრის. და სწორედ ამას აკეთებს ისრაელი ამჟამად. თუ მათ აქვთ შესაძლებლობა და სადაზვერვო ინფორმაცია, რომ გაანეიტრალონ ეს უმაღლესი ხელმძღვანელობა, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაასუსტონ ჰეზბოლა. და ეს იმას იწვევს, რომ ლიბანის მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა რეალურად მიუახლოვდეს ისრაელს. და ვიცი, რომ მიმდინარეობს საუბრები განახლებულ მოლაპარაკებებზე. ჯოში, არ ვიცი, ეს შემდეგი თემაა, რომელსაც აპირებ წამოაყენო. მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება რაიმე სახის მოლაპარაკებამდე მივიდეთ ისრაელსა და ლიბანის მთავრობას შორის, არის ჰეზბოლას დასუსტება, რომელიც მტერია როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის დანარჩენი მოსახლეობის, იმ 2/3-ის, რომლებიც არ არიან ისლამური შიიტები. მაშა ალექს, უბრალოდ რომ მივცეთ ხალხს წარმოდგენა, რაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტა ისრავეთა, ისრაელის საჰაერო ძალებმა დაარტყეს ჰეზბოლას 40 ობიექტს ლიბანში. შაბათ-კვირას კი კიდევ 85 ობიექტს. რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა ამ თვითმკვლელი დრონების თავდასხმებში, რომლებიც ჰეზბოლამ განახორციელა სამხრეთ ლიბანში ან საზღვარზე. და როგორც თქვით, ცნობები მიუთითებს, რომ ისრაელი მართლაც აპირებს ლიბანის მთავრობასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს, როგორც მე მგონია, მესამე რაუნდს მომავალ კვირაში. როგორც მე გავიგე, ისინი აშშ-ში გაიმართება, მაგრამ როგორც შენ და მეც ვიცით, ისრაელი და ლიბანი მოლაპარაკებებზე სხედან, თუმცა ჰეზბოლა ამ ყველაფერში გაუთვალისწინებელი ფაქტორია ნამდვილად. ერთი მხრივ ისრაელის დარტყმები ლიბანის მთავრობას უბიძგებს, რომ შეთანხმება მოინდომოს. რადგან თუ ლიბანის მთავრობასა და ისრაელს შორის შეთანხმება არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის მთავრობა აქ მტერი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ჰეზბოლა ამ შეთანხმების მხარე არ არის, თუ ისრაელი ლიბანის მთავრობასთან გაფართოებულ შეთანხმებას გააფორმებს, ეს ალბათ თავიდან აიცილებს ამ მნიშვნელოვან საჰაერო დარტყმებს ბეირუთში და სხვაგან. თუ შეთანხმება არ არსებობს, ისრაელი თავს თავისუფლად იგრძნობს და ჰეზბოლაზე იმდენად ხშირად მიიტანს იერიშს, რამდენადაც შეძლებს. ესე რომ ფაქტობრივად ეს დარტყმები გარკვეულწილად ზეწოლას ახდენს ლიბანის მთავრობაზე. და მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის მთავრობა პირდაპირ მტერი არ არის, ეს დარტყმები ასევე ცვლის ძალთა ბალანსს ლიბანში, რათა დაასუსტოს ჰამასი და ალ-საჰარი ჰეზბოლა. და თუ ჰეზბოლა დაასუსტება, ეს ნიშნავს, რომ ლიბანის მთავრობა შეძლებს უფრო ძლიერი მოთამაშე გახდეს, რაც საბოლოოდ ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზანია. ეხლა რაც შეეხება ამ მოლაპარაკებებს, რომლებიც ვაშინგტონში მიმდინარეობს, ეს იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ეს ჯერ კიდევ ელჩების დონეზე მიმდინარეობს. იყო ზეწოლა პრეზიდენტ აიუნზე, რომ ვაშინგტონში წასულიყო, შესაძლოა შეხვედრის ან ხელმოწერის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. აიუნმა ამ მოწვევებზე უარი თქვა ამ დრომდე და ამჯობინა, რომ მოლაპარაკებები ელჩების დონეზე გაგრძელებულიყო შეერთებულ შტატებში, ლიბანის ელჩსა და შეერთებულ შტატებში ისრაელის ელჩ იხილ ლაიტერს შორის. და აიუნისთვის ფიქრობა აქ გათლების საკმაოდ რთულია, რადგან ჩვენ ვნახეთ რაფიგ ჰარირი, რომელიც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო
და 2005 წელს ჰეზბოლამ მოკლა სირიის ძალების მხარდაჭერით. და აიონს უნდა რომ აქ ცოცხალი დარჩეს. იქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იცით რეალობაა, რომ შეიძლება მასზე ნადირობდნენ თუ ის საჯაროდ გამოჩნდება ისრაელთან მოლაპარაკების ან ხელის ჩამორთმევის დროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰეზბოლა იქ ისევ აქტიურია. ესე რომ იცით, ვფიქრობ ეს რთული მოლაპარაკება იქნება. ვფიქრობ ეს იქნება გახანგრძლივებული გაწელილი მოლაპარაკებების პერიოდი. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ისრაელი გააგრძელებს ჰეზბოლას დასუსტებას. ეს უკეთესია ისრაელისთვის, ეს უკეთესია ლიბანის მთავრობისთვის. და შეიძლება მომავალ თვეებში, რომელიღაც ეტაპზე, ჩვენ ვიხილოთ ასეთი ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის. და ამ შეთანხმების ნაწილი სწორედ ისრაელსა და ლიბანს შორის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული, რათა საბოლოოდ დასუსტდეს და გადაიჭრას ჰეზბოლას პრობლემა. ასე რომ ალექს, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰეზბოლასთან, ასევე გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰამასთანაც. ამ შემთხვევაშიც ისრაელი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დარტყმა, რათა დაიცვას ისრაელის მოქალაქეები და ჩვენი ჯარისკაცები. და სწორედ ამ კვირაში კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ღაზაში. ისრაელმა გაანადგურა ჰამასის მაღალი რანგის ტერორისტი. მუდმივად იცვლებიან, თითქოს იქ ლიდერების მუდმივი ცვლა იყოს. მაგრამ ხალილ ალ-ხაიას შვილი ხუთშაბათს გარდაიცვალა ისრაელის ავიადარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებით. ტერორისტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ის ასევე იყო ნუგბას 7 ოქტომბრის ტერორისტებს შორის, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეჭრას ხელმძღვანელობდნენ 7 ოქტომბერს. ასე რომ ესეც გაქვთ. და ამავე დროს პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ გას უკვირას იერუსალიმში შეხვდა მშვიდობის წარმომადგენელთა საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ღაზის უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლაი მლადინოვი პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით. მაგრამ ამ ყველაფრის განმავლობაში ჰამასი კვლავ და კვლავ აცხადებს, რომ ისინი უარს ამბობენ განიარაღებაზე. ესე რომ შეიძლება მშვიდობის საბჭოს შეხვედრები ტარდებოდეს და გარეგნულად ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს, იმ შეხვედრიდან გავრცელებული კადრებით თუ იმსჯელებთ. მაგრამ ჰამასი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისინი უარს ამბობენ განიარაღებაზე. სინამდვილეში ირანში ომი და ჩრდილოეთ ლიბანში ომი ისრაელს ცოტაოდენ სივრცეს აძლევს ამ მიზანმიმართული ლიკვიდაციებისათვის, ისე რომ ეს არ გახდეს მთავარი საერთაშორისო სიახლეების თემა, ხომ ასეა? თუ ირანში ყველაფერი მშვიდად იქნებოდა, თუ ლიბანში ყველაფერი მშვიდად იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ტრამპი აქ არ იქნებოდა ჩართული და ისრაელი დარტყმას მიაყენებდა, New York Times-ის და სხვა ყველა გამოცემის მთავარი სათაური იქნებოდა, ისრაელი არ ღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ამიტომ ისრაელს რეალურად აქვს გარკვეული სივრცე და შესაძლებლობა იმოქმედოს. და ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი ხვდება მლადინოვს და მშვიდობის საბჭოს, ასევე ნიშნავს იმას, რომ ისრაელი გარკვეულწილად ერთგულია აქ რაიმე სახის სამშვიდობო პროცესის და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის. ესე რომ იცით, ისრაელს აქ გარკვეული დიპლომატიური დაფარვაც აქვს, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი კითხვა აქ არის. თუ საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად და არ შეუძლია განაიარაღოს ჰამასი და ასე ჩანს, არ იქნება არანაირი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა, რომელიც შევა და ფიზიკურად განაიარაღებს ჰამასს. და თუ ჰამასი არ აპირებს ნებაყოფლობით დაყაროს იარაღი და რატო უნდა გააკეთონ ეს? კარგი, ეს არის. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს მოწამეობის კულტურით და ბოლო კაცამდე ბრძოლის სულისკვეთებით და სურს გააგრძელოს ტერორი და მოსახლეობის ინდოქტრინაცია. ისინი უბრალოდ არ დანებდებიან. სიკვდილის გარეშე. გულწრფელად რომ თქვათ, თუ რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი მათგანი ტყვიან ფქვევებით დარბის, ისინი იტყვიან, რომ ისევ ძალაუფლებაში არიან, რომ ისევ იმარჯვებენ. და სანამ მათ შეუძლიათ ესროლონ ნებისმიერ ღაზელს, რომელიც აჯანყებას შეეცდება, ეს არის სიმართლე. ისინი ისევ ძალაუფლებაში არიან ღაზის სექტორის იმ 47%-ში, რომელსაც აკონტროლებენ. მთავარი კითხვა აქ არის, რა სიზამს ისრაელი ამასთან დაკავშირებით? შევა თუ არა ისრაელი კვლავ მასშტაბური სახმელეთო ოპერაციით, რათა კიდევ უფრო გაანადგუროს ჰამასის დარჩენილი ტყვიან ფქვევები და მიაღწიოს მუდმივ სიმშვიდეს ღაზაში. და როგორც ხედავთ, როდესაც ისრაელი მოქმედებს ძლიერ დანაღმულ ღაზის სექტორში, რომელიც ძირითადად ნანგრევებადაა აქცეული, ისინი საბოლოოდ ხვდებიან შეიარაღებულ შეტაკებებში ჰამასის ტერორისტებთან, რომლებიც იარაღით დარბიან და შესაძლებელია, რომ ჯარისკაცები დაიღუპონ, რაც ცუდად გამოჩნდება. ეს ისაა, რასაც ისრაელები ნამდვილად ვერ აიტანენ, ძალიან რთულია.
ისრაელებს არ სურთ, რომ მათი ბიჭები და გოგონები ღაზაში ამ შეიარაღებულ შეტაკებებში დაიღუპონ და რისთვის? რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ ღაზადან თითოეული იარაღი ამოიღონ? რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ ჰამასი აღარ იყოს ის ძალა, რომელსაც შეუძლია მართოს ღაზას ქუჩები, რომელიც ახლა ნანგრევებადაა აქცეული. ისრაელი და მთელი დიპლომატიური ზეწოლა, რომელიც მოხვებოდა იმას, თუ ისრაელი ასეთ სამხედრო დარტყმას განახორციელებდა. და შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის საარჩევნო შანსებზე, რადგან ეხლა საარჩევნო სეზონში ვართ. და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუს ალბათ სურს, რომ სამხედრო კონფლიქტი არჩევნებამდე დასრულდეს, რათა თქვას, რომ მან ფაქტობრივად მოიგო ომი. და ცხადი ეს საკითხი განხილვის საგანი იქნება, რადგან პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოპონენტები შეეცდებიან თქვან, რომ ჰამასი ადგილზე დატოვე, ასე რომ ომი არ მოგიგია. ეს არ იყოს სრული გამარჯვება, როგორც შენ ამბობდი. ჰეზბოლა ისევ ლიბანში მოქმედებს, ასე რომ ეს სრული გამარჯვება არ არის. ირანს ისევ აქვს ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები, ასე რომ ეს სრული გამარჯვება არ არის. ესე რომ ეს არის ნარატივების ბრძოლა, რომელიც აქ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარეობს. და მეორე მხარე არის უბრალოდ სტატუს კუოს შენარჩუნება, ხომ ასეა? სადაც ისრაელი შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ღაზას სექტორის 53%-ს. ჩვენ გავანადგურეთ ღაზას სექტორის 70%. ჩვენ გავანადგურეთ იახ სინვარი, მოჰამედ დედეფი. ჩვენ გავანადგურეთ ისმაილ ჰანია თეირანში. და ჩვენ ვაგრძელებთ ტერორისტული ლიდერების განადგურებას, როგორც თქვენ ახლახან ახსენეთ, და ამ მიზანმიმართული ავიადარტყმებით. მაგრამ ეს არის არსებული მდგომარეობა. და თუ ღაზას მოსახლეობა სურს საკუთარ ტანჯვაში დარჩეს და არ სურს ჰამასის წინააღმდეგ აღდგეს, მაშინ ეს იქნება ახალი რეალობა. ჰამასი აკონტროლებს ღაზას 47%-ს, რომელიც ნანგრევებადაა აქცეული, ხოლო ისრაელს ყველგან მნიშვნელოვანი ბუფერული ზონები აქვს. ეს ღაზა, რომელიც ფაქტობრივად ალყაშია მოქცეული. კი, კარგი, გასაგებია. ზოგი საერთაშორისო დახმარება, საკვები დახმარება შეიძლება შევიდეს, მაგრამ სამშენებლო მასალები არ შევა. ეკონომიკაც არ იქნება. და თუ ასე სურთ ღაზას ხალხს ცხოვრება, მაშინ ასე იცხოვრონ. ესე რომ ეს არის ის არჩევანი, რაც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს აქვს, მაგრამ მოქმედებს ფრთხილად და კვლავაც ატარებს მიზანმიმართულ ოპერაციებს, როცა ამის შესაძლებლობა ჩნდება. ალექს, დღეს კიდევ ერთი საკითხისთვის გვაქვს დრო და ეს მართლაც მსოფლიო სათაურებშია. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაა. სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა უნდა დავაზუსტო 9, 10 და 11 მაისს, რათა რუსეთმა შეძლოს თავისი გამარჯვების დღის აღნიშვნა. ვსაუბრობ მეორე მსოფლიო ომზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო, როგორც ჩანს, მონაწილეობა მიეღო ან დაეხმარა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში ორ მხარეს შორის, თუნდაც მხოლოდ 3 დრით. და როგორ უნდა შევაფასოთ ეს? და როგორ შეიძლება ეს გავლენას ახდენდეს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე? იმ ფაქტს, რომ ეს ორი მხარე შაბათ-კვირას პაუზას იღებს, ეს ჩემი აზრით მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მოახერხა რუსეთისა და უკრაინას შორის. ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ავდგომის დღესასწაულზე წავიკითხეთ. ეს მეორე შემთხვევაა. დღეს რუსეთში გამარჯვების დღეა. არ ვიცი, ამ ომში რომელიმე მხარისთვის სად არის გამარჯვება. ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აშშ-ს სამხედრო ძალას ნებისმიერ დროს შეუძლია მრავალ ფრონტზე ომებთან გამკლავება. რაც შეეხება დიპლომატიას, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები ერთ ფრონტზე არ მოქმედებს მხოლოდ. ამიტომ ისინი დაკავებულნი არიან ირანთან და ლიბანთან მოლაპარაკებებით, ასევე რუსეთ-უკრაინის საკითხით, სხვა კონფლიქტებითა და პრობლემებითაც. საუბრობენ კუბაზე, ბოლო დროს ვენესუელას საკითხსაც აგვარებენ. ამიტომ იცით, ამერიკა მთელ მსოფლიოში იყურება და თავისი მიზნები აქვს. ამ მიზნებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს რუსეთისა და უკრაინას შორის ომის შეჩერება. და თუ ხედავთ, რომ ორივე მხარე უკვე მეორედ სულ რაღაც ერთ თვეში მზადაა დროებითი ცეცხლის შეწყვეტისთვის, შეიძლება ორივე მხარეს გარკვეული დაღლილობა იგრძნობა და შეიძლება ორივე მხარე მზად იყოს, რომ უფრო ფართო შეთანხმებას მიაღწიოს. ვფიქრობ, ომი თითქმის 4 წელია გრძელდება. ამ ომში ბევრად მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ისრაელსა და ღაზას შორის, ან ისრაელსა და ლიბანს შორის ომებში. ვიცით, რომ ისრაელში, ღაზასა და ლიბანში ციფრები გაზვიადებულია, რომ ჰამასსა და ჰეზბოლას ყველა მიზეზი აქვთ, რომ იქ დაღუპულთა რაოდენობა გაზვიადონ. და მე არც კი მგონია, რომ ვიცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთში ან უკრაინაში. ჩვენ ვსაუბრობთ ციფრებზე, რომლებიც უკვე 7 ნიშნაა,
მაშინ როცა ისრაელსა და ღაზას შორის ომში ციფრები 5 ნიშნაა. მაგრამ თქვენ ვეღარ ხედავთ იმავე ტიპის საერთაშორისო აღშფოთებას რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთი რამ, რასაც დავამატებდი, არის ის, რომ გვაქვს ანტისემიტიზმის ზრდის შესახებ ცნობები მთელ შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, ADL-ის ანგარიშებით. და რა მდგომარეობაა ახლა მამდანისთან ნიუ-იორკში? ხალხი ყოველთვის ამტკიცებს, რომ ეს ხდება ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკის გამო. ბენიამინ ნეთანიაჰუ დემოკრატიულად არჩეული ლიდერია, რომელიც რამდენიმე თვეში ხელახალ არჩევნებში მონაწილეობს. და თუ ისრაელის ხალხს არ მოსწონს იგი, შეუძლიათ არჩევნებზე მის წინააღმდეგ მისცენ ხმა. ეს ასე არ არის რუსეთში ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით. მაგრამ ვფიქრობ, აშკარა განსხვავება აქვს. შეერთებულ შტატებში ის არის, რომ ანტისემიტები ამტკიცებენ თითქოს ჩვენ არ გვძულს ებრაელებები და შეიძლება არც ისრაელს ვეხმარებითო. ჩვენ ისრაელი გძულსო. ჩვენ გვინდა რომ დინარიდან ზღვამდე პალესტინა იყოს თავისუფალი. მაგრამ სინამდვილეში რაც გძულს, ეს ნეთანიაჰუა. ამიტომ ვაშინებთ ებრაელებს სინაგოგაში, როგორც პარკის სინაგოგაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკის გამო. ეხლა თქვენ ვერ ნახავთ რაიმე დაშინებას მაგალითად რუსულ სკოლაში, ან საზოგადოებრივ ცენტრში, ან თავდასხმას რუსზე შიფსჰედ ბეიში, ბრუკლინში, ან სადმე სხვაგან. ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის გამო, ხომ ასეა? ამიტომ ეს უბრალოდ აბსურდული ბრალდებაა, რომ ამას ნეთანიაჰუსთან რაიმე კავშირი აქვს. ეს უბრალოდ ანტისემიტიზმია ანტისემიტიზმისთვის. და ნეთანიაჰუ აქ მთავარი განტევების ვაცია. ებრაელები კი პირველი განტევების ვაცები არიან, ბიარიან. ისრაელი შემდეგი განტევების ვაცია. და ნეთანიაჰუ საერთოდ ყველაზე იდეალური განტევების ვაცია, რადგან ეს ადამიანებს აძლევს თავის მართლების საშუალებას. ამბობენ, მე ისრაელში არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ რა ვნახეთ ახლა ხანს? ჩვენ ვნახეთ, რომ ებრაული თეოლოგიური სემინარი ამ კვირაში ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჰერცოგი არ იქნება მიწვეული. მისი მოწვევა, რომ გამოსულიყო მათ კურსდამთავრებაზე, გააუქმეს. ესე რომ, აქ არიან ადამიანები, რომლებიც ნეთანიაჰუს წინააღმდეგი არიან. ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში ისრაელის პრეზიდენტ ჰერცოგის წინააღმდეგიც ვართ, რომელიც ნეთანიაჰუს წინააღმდეგ იყრიდა კენჭს, როგორც მემარცხენე ლიბერალური ლეიბორისტული პარტიის წევრი. ხალხი უბრალოდ ლაპარაკობს, რომ ეს ანტინეთანიაჰუა, მაგრამ სინამდვილეში ისინი ისრაელის წინააღმდეგ არიან. სინამდვილეში ისინი ანტიებრაელები არიან. მაგრამ დაუბრუნდეთ თავდაპირველ საკითხს. დიახ, ვიმედოვნოთ, რომ როგორმე მივახცევთ რუსეთ-უკრაინის კრიზისის დასრულებას. და ეს არის პრეზიდენტი ტრამპი, ჩემი აზრით, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გამოასწოროს უსამართლობა მსოფლიოში და ამყაროს სიმშვიდე, განაახლოს სიმშვიდე და იმოქმედოს ამერიკის ძალისა და მორალის პოზიციიდან. დიახ, ყველა ის ანტისემიტი, რომლებიც გამოჩნდნენ 7 ოქტომბრის მასაკრის შემდეგ, ვინ იფიქრებდა ამას? ალბათ ყველას უნდა გვეხილა, რომ ისინი გამოჩნდებოდნენ. Alex Treman, მოუთმენლად ველოდები შენს დაბრუნებას იერუსალიმში მომავალ კვირას. ხომ ასეა? მეც მოუთმენლად ველოდები ამას. ასევე ვიტყოდი, რომ შაბათ კვირას ერთ ადგილას ვიყავი და წვიმდა. გარეთ ვერ გავედი. ასე რომ სახლში ვიყავი და იქ ჰქონდა წიგნი თხე ელის შირაბის მიერ. და შაბათ კვირას მთელი წიგნი წავიკითხე. ეს იყო საოცარი აღწერა იმისა, რაც ელის შირაბიმ და სხვა ტყვეებმა გადაიტანეს ღაზაში. ძალიან გირჩევთ, რომ ეს წაიკითხოთ ყველამ. ეს იყო ძალიან ძლიერი შეხსენება იმისა, თუ რატომ ჩაერთო ისრაელი ამ ომში და რატომ უნდა დაასრულოს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება. ამასთან დაკავშირებით ალექს ტრიმანი, JNS-ის აღმასრულებელი დირექტორი. მე ჯოშ ჰეისტენი ვარ, JNS-ის კორესპონდენტი. იერუსალიმში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები ალექსის დაბრუნებას ისრაელში მომავალ კვირას. მინდა მივესალმო. გმადლობთ ყველას, ვინც კადრის მიღმა მუშაობს JNS TV-ში. აუცილებლად ეწვიეთ JNS TV-ს ამ შესანიშნავი კონტენტისთვის. გამოგვიგზავნეთ super thanks და გამოიწერეთ არხი. ასევე ეწვიეთ JNS.org-ს ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან უახლესი სიახლეებისთვის. შეხვედრამდე მომავალ კვირას აქ იერუსალიმით JNS TV-ზე.